ამ ბოლო დროს გავრცელდა ძალიან ბევრი არც თუ ისე პროფესიული ჭორები იმის შესახებ, რაც ხდება საქართველოში. იძახიან, არა მარტო აჭარაში, თქვათ ავიღოთ დარიალის ხეობა, 2 წლის წინ ავიღოთ რიკოთის ოღელტეხილი, წელს რიკოთის ოღელტეხილზე 4-ჯერ თუ 5-ჯერ ჩამოწოლილი მეწყერი და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ჭორებია, იძახიან, რომ ეს გაპირობებულია ხეების ამოჩეხვით, ზოგი იძახის, რომ ელექტროსადგურების მშენებლობით, ზოგი იძახის საერთოდ ეზოთერიულ რაღაცებს იძახიან, რომ ეს ღმერთი ვჟის და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ საქმე გვაქვს პერიოდულ აქტიურ გეოდინამიკურ ცხოვრებასთან ჩვენი ტერიტორიის. საუბედუროდ არ ვიცი, მართალია ორ ზღვას შუა ძველის ძველად არა საომარლელოზე ვცხოვრობთ, მაგრამ და ეს კარგია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ვცხოვრობთ გეოდინამიკურად ძალიან აქტიურ ზონაში. შეიძლება ჩვენზე უფრო აქტიური ზონა არსებობს მხოლოდ იაპონიის კუნძულები და იქ განვითარებული მიწისძვრების შესახებ თქვენ ყველამ იცით. და ასეთ საქმიანობას, ასეთ ღვთის საქმიანობასთან დედამიწის განვითარებას აქვს პერიოდული ხასიათი. ჩვენ ეხლა არ ვიმყოფებით ყველაზე მწვავე სტადიაში ამ პროცესის. ეს პროცესი კიდე გამწვავდება, შემდეგ 1-20 წლით შენელდება, შემდეგ იქნება ახალი გამწვავების აფეთქება. ამას ესეთი სინუსოიდური პერიოდული ხასიათი აქვს. და თქვენ თუ გახსოვთ, არ ვიცი, აი ეკომიგრანტების 90-იანი წლების დასაწყისში აჭარიდან და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ამით იყო გაპირობებული. ასეთი პროცესების შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ შეიძლება მათი შერბილება. არსებობს მეთოდები, კარგად გამოცდილი მონიტორინგის ამ პროცესებზე და არსებობს მეთოდები, როგორ შეიძლება ასეთი პროცესები ჩვენ წარმართოთ ისე, რომ ადამიანს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს. მოგიყვანთ ორ მაგალითს. ღვარცოფი 80-იანი წლებში, რომელიც საერთოდ ალმა-ატას წალეკვას წალეკვით ემუქრებოდა, შეაჩერეს და აგროვეს ხელოვნურ სპეციალურ წყალსატევში. და მეორე საქართველოს მაგალითი, ყველაზე უფრო აქტიური ღვარცოფული პროცესები არის მდინარე დურუნში, რომელიც ყვარელს ემუქრებოდა საერთოდ მთლიანად წაღებით და გაკეთდა სპეციალური ძალიან იაფი საინჟინრო ნაგებობები, რომლებიც ამ ღვარცოფს, ყოველწლიურ ღვარცოფს აჩერებს. ასე რომ შერბილების მეთოდები არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება პერმანენტული მონიტორინგი. საქართველოში არის დაახლოებით 3000-ზე მეტი მწვავე ძალიან გეოდინამიკურად სახიფათო ადგილი, მათ შორის 72 იმყოფება თბილისში. მაგალითად ნუცუბიძის პლატო არის მეწყერული უბანი. და ეგ განაშენიანება პრინციპში, არ შეიძლებოდა. და ასე შემდეგ. მაგრამ ამას სჭირდება პერმანენტული 24 საათიანი მონიტორინგი და ამისთვის უნდა იყოს არსებობდეს სპეციალური სტრუქტურა. ასეთი სტრუქტურა ადრე საქართველოში არსებობდა, ეს იყო სახელმწიფო გეოლოგიური სამსახური, რომლის ერთ-ერთი სხვა ფუნქციებთან ერთად ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია იყო გეოდინამიკური მოვლენების წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველება შეიძლება ყველაფრის და შეიძლება შესაძლოა ზომების მიღება. მაგალითად, მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეიძლება დაახლოებით საათნახევრით ადრე. და ყოველ შემთხვევაში ხალხის გამოყვანა სახლებიდან და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგრამ საქართველოში გეოლოგიური სამსახური აღარ არსებობს. ჩემის აზრით, ყველა სხვა დანაშაულთან ერთად წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული შეცდომა თუ დანაშაული იყო სახელმწიფო კარგად აწყობილი მექანიზმის სრული მოსპობა. დღეს არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელიც რამდენიმე ადამიანით არის დაკომპლექტებული და მას არავით არც ტექნოლოგიური, არც ინტელექტუალური და არც ადამიანური რესურსები არ გააჩნია ასეთი სამუშაოების ჩასატარებლად.
მოგიყვანთ მაგალითად, აი მაგალითად დევდურაკის ხეობაში ჩამოწერილი მეწყერმა, რომელმაც 5 ადამიანის ჯერ და მერე 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რა ამისი დანახვა შეიძლებოდა დროზე, აფეთქება იმ მეწყერის და სპეციალურად ხელოვნურად გაკეთებულ კალაპოტში მოხვედრა. მაშინ მილიონი ტონა კი არ ჩამოწვებოდა მთის მას, არამედ 100,000-ჯერ უფრო ადვილი იქნებოდა და ხალხი არ დაიღუპებოდა. ზუსტად ასევე 2 წლის წინ რიკოთის უღელტეხილზე რესტორანში დაღუპული ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას არაფერი არ უნდა გეთქვათ, რომ დადით სახურავზე. იმათ შეეშინა დარჩნენ რესტორანში, ჩააკეტეს ფანჯრები და ამოიხჩნენ მეწყლით. ამ მეწყლის წინასწარმეტყველება შეიძლებოდა დაახლოებით 8 საათით ადრე. 8 საათით ადრე ჩვენ შეიძლებოდა გვცოდნოდა, რომ არსებულიყო შესაბამისი სტრუქტურა ასეთი შეტყობინებისთვის, ესე იგი, საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამას ვერ უმკლავდება, ის უმკლავდება მხოლოდ შედეგებს, მაგრამ არავითარის შესაძლებლობა არ აქვს ამ პროცესების მონიტორინგისა და უზრუნველყოფის. არადა რა ვიცი, როდესაც ჩვენ მუშაობდით 20-20 წლის წინ გეოლოგიურ სამსახურში, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ არსებობდა, რომელიც ეხლა არსებობს. ეხლა ოთახიდან გაუსვლელად კომპიუტერში კოსმოსიდან შეიძლება ამ პროცესების დანახვა. მით უმეტეს საქართველოს თავზე 3 ამერიკული თანამგზავრი მუდმივად არის. ელემენტარული პროფესიული Google Earth-დან შეიძლება ამის დანახვა, რომ არ ვილაპარაკოთ ჰიპერზონალურ სურათებზე დედამიწის ზედაპირისა, სადაც ჩანს მეწყერის დაბადება, გახლეჩვა და მისი შემდგომი განვითარება. შეიძლება დაახლოებით 10 დღით ადრე. 10 დღით ადრე ყველაზე უფრო ცუდ შემთხვევაში შეიძლება თვეებით ადრე იმის წინასწარმეტყველება. თვეებით ადრე და შესაბამისი ღონისძიებების მიღება. არაფერი ჩვენ რომ აპრილში დაგვენახა ის დევდურაკის პირველი მეწყერი, რომელიც მაისში წაიღო 5 ადამიანის სიცოცხლე, არაფერი არ უნდა გაგვეკეთებინა ხელოვნური კალაპოტი, გაგვეფეთქებინა ის მეწყერი, სანამ ის მთლიანად გაიჟღინთა წყლით და ძალიან დამძიმდა და ამით შეგვეჩერებინა ამ გეოდინამიკური პროცესების განვითარება. ერთადერთი გამოსავალი არის გეოლოგიური სამსახურის ადგენა, ოღონდ მისი ძალიან პროფესიულ ლიანდაგზე დაყენებაა საჭირო. ისე არა, როგორც ფორმალური რაღაცა არსებობდა სტრუქტურა და იყვნენ იქ დილეტანტები, ეს არის ვიწრო სპეციალიზირებული სამსახური, რომელსაც ჭირდება აღდგენა. 1 წლის წინ, შემდეგ მაისში მე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ მივწერე, წინა პრემიერ-მინისტრს, ამ პრემიერ-მინისტრს კანონმდებლობად შემუშავებულია შესაბამისი ამ სამსახურის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ მთავრობაში არავითარი გამოძახილი გამოხმაურება ამის შესახებ არ ისმის. თუ ესე გაგრძელდა, კიდევ ვიძახით, ჩვენ არა ვართ ყველაზე მწვავე სტადიაში ამ ციკლისა, პროცესები კიდევ გამწვავდება და მთიან რაიონებში, განსაკუთრებით მთიან აჭარაში, ყველაზე ახალგაზრდა სტრუქტურა ეს არის, ჯერ კიდევ არ არის წონასწორობაში ატმოსფეროსთან და ჯერ კიდევ ბევრი მოულოდნელობა გველის იქ მოხდება გამწვავება ამ პროცესებისა. აი თუ თქვენ მიაქციეთ ყურადღება, კიდევ ერთ რაღაცაზე მოვაქცევდეთ თქვენ ყურადღებას. აი მოხდა 4 ბალიანი თუ 5 ბალიანი შტორმი ბათუმში, რა. საერთოდ ბათუმისთვის ეს არ არის არაფერი საგანგებო. 8 ბალიანი, 10 ბალიანი, 12 ბალიანი შტორმები მინახია, როცა ხეებს აძრობდა, იქ ვიყავი მე მაშინ. როგორ შეიძლება პლაჟზე განშენიანება? აი ეს რესტორნები, რომელიც მთლიანად იყო აშენებული პლაჟზე. ანუ იქ სადაც საძირკველი არ არსებობს. აი ესეთი ნებართვები bis გაცემა, ხდება აბსოლუტურად ვოლუნტარისტულად. ადრე ნებისმიერი სახლის მშენებლობის წინ ხდებოდა გეოლოგიური დასკვნა. ახლა ახსენებენ სახლებს ყოველგვარი გეოლოგიური დასკვნის გარეშე.
მე აი ახალად აშენებულ არც ერთ სახლში საცხოვრებლად არასოდეს არ გადავალ. Როგორი კეთილმოწყობილი ბინა არ უნდა იყოს იქ, იმიტომ რომ ეს არის შესაბამისი რისკის შემცველი, საძირკველს ისინი თხრიან თვალით და არა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე ყოველგვარი გაანგარიშების გარეშე. არ ხდება შემოწმება. ესეთი სამსახური გაუქმებულია, მას შემდეგ რაც მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა, იმას ჰქონდა სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური სამსახური, დღეს ამისი გაკეთება არ ხდება. ერთადერთმა კომპანიამ არსისმა თავის დროზე დაპატიჟა ისრაელიდან სპეციალისტები, რათა შეემოწმებინათ საძირკვლები. აი არსისში კიდევ შეიძლება არსისის სახლებში, დანარჩენ სახლებში მე მაგალითად საცხოვრებლად არავითარ შემთხვევაში არ გადავალ. მუცუბის პლატო, ნუ იქ გზების მშენებლობის და ასე შემდეგ შედეგად მეტნაკლებად გამაგრებულია, მაგრამ მუცუბის პლატო დგას უძველეს 35,000 წლის წინანდელ მეწყერზე. როდის გააქტიურდება ეს მეწყერი კასმარში, შეიძლება 100,000 წლის შემდეგ, შეიძლება 200,000 წლის შემდეგ, მაგრამ ეს არის ერთგვარი რისკის შემცველი. ყოველ შემთხვევაში აი ესეთ გემოდინამიკურ-გზნობიარე უბნებს სჭირდება პერმანენტული მონიტორინგი, რომელიც საერთოდ არ ხორციელდება. სანამ წვიმა არ მოვარდება და ეხლა ერთი წამით, სანამ წვიმა არ მოვარდება და ღვარცოფი ან მეწყერი არ წამოვა, კაციშვილი ყურადღებას ამას არ აძლევს, არადა ხალხი იღუპება. შემიძლია ძველი მაგალითი მოგიყვანოთ. მაგალითად, ჩვენი გეოლოგიური სამსახური, ჩემ ხელმოწერილი დასკვნა იყო არყოფითი, აი თაწმინდას და ვერას რო აერთიანებს გზა, არ ვიცი რა ქვია იმას. იქ იყო გაშენებული ბენზოგასამართის სადგური, რომელზეც ჩვენ მივეცით უარყოფითი დასკვნა. და მიუხედავად ამისა სასამართლომ ნება მისცა. საბოლოო ჯამში იმ მოსამართლოს რომელმაც ღამე აიღო ჯერ კიდევ 2001-2002 წელს 8 წელი ციხე მიუსაჯეს. იმიტომ რომ ორი ადამიანი იქ დაიღუპა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ვიცინასწარმეტყველეთ და მივდავდეთ უარყოფითი დასკვნა. გისმენთ? მე მეინტერესებდა სპეციალისტებმა რამე იყო ისეთი ფიან გუნდს რომ მიემართათ თქვა ხელისუფლებისთვის გასი სამსახურის შექმნის ეს წერილი აიღო თავის თავზე, მე ვარ ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის და ჩვენ მოვაწერებთ 11-მა თუ აღარ მახსოვს რა, ნუ რაღაც რაოდენობა აკადემიკოსების, ეს არ იყო ჩვენ. ნუ აი ეს იყო 1 წლის წინ, შემდეგ მივწერე ირაკლი ღარიბაშვილს წერილი 1-2 თვის წინ და ასე შემდეგ. და საქმე ის არის რომ ძალიან პარადოქსულ სიტუაციაში ვიმყოფებით. ქართველი გეოლოგები მსოფლიოში გამორჩეული გეოლოგები ვიყავით, არა? და მსოფლიოში დავდივართ, ექსპერტიზებს ვატარებთ სხვადასხვა ქვეყნებში. ესე ვაკეთებთ ჰონორარებს, არა? აქ სამუშაო აქტიურად არ არსებობს. და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, ჯერ კიდევ შეიძლება ამ სკოლის აღდგენა, რა. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ ყველაზე ახალგაზრდა მეცნიერება დოქტორი ჩემი მოწაფე 55 წლის არის. რა? როცა ჩვენ წავალთ ამ ცხოვრებიდან ჩამოვლენ ახალგაზრდა ამერიკელები, იაპიები 25 წლის ბიჭუშკები, მას დაუჯერებენ, ისინი არაპროფესიონალები არიან და ნუ აი შენაურდელს შენდობა არ აქვს. ნუ არ ვიცი, ძალიან ბევრი ეს ერთი კი არის, რეზონანსში მქონდა გამოქვეყნებული, ბევრი ინტერვიუ მივეცი, ნუ არის სრული სიჩუმე, სრული დუმილი. არ არის ბევრ თანხმებზე, ეს არის რეორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებული. არსებობს ბევრი სააგენტო, მათი თავმოყრა საჭირო, შემდეგ დასმა თავზე და შემდეგ მოგვეხმარება USAID შეგვიძლია ტრეინინგზე გაუშვათ NASA-ში ხალხი რომ ისწავლონ ეს ტექნოლოგიები, ნუ ამაზე ფული არ დაიხარჯება რა. პარტნიორები გაგვიწია, ამას სჭირდება ორგანიზაცია. სახლს რო აშენებთ, თუნდაც კორპუსს რო აშენებთ, ხო გეოლოგიურად შემოწმებული უნდა. აღარ არის ეს კანონი. აღარ არის ეს, ადრე იყო ეს კანონში, აღარ არის ეს კანონში. აი მას შემდეგ, რაც თავის დროზე თუ გახსოვთ არა, ჩვენთან საქმო ტექ ზედამხედველობაც გაუქმებულია. მას შემდეგ, რაც ტყიბული შაორის მააროში მოხდა რაღაც ინციდენტი, მიხეილ სააკაშვილმა აიღო და საერთოდ სამსახური გააუქმა, მის მაგალითად რომ უფროსი მოექცნა, რა. არა?
ესე იგი ეს არის მკურნალობა ესე რა, ავადმყოფობა თუ გაქვს, თავს მოგაჭრიან და ავადმყოფობა არ გექნება. უსაფრთხოების ნორმებს ეთქვა შეიძლება რაღაც ახალი შეიძლება ძალიან ფუყეა ეს ნორმები, წერია კანონში, შრომის კოდექსში, მხოლოდ რომ შრომის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, წერტილი. არავითარი ნორმატივებია. ადრე იყო საბჭოთა გოსტები, არა? ეხლა არის ISO-ს ნორმატივები, რომელთაც ჩვენთან კანონის ძალა არა. ჩვენთან ეს არის სრული საკანონმდებლო ვაკუუმი და როცა ჩვენ დავწერეთ და პარლამენტს მივიძეთ წელიწად-ნახევრის წლის წინ ახალი სამთო გეოლოგიური კოდექსი, აბსოლუტური სიჩუმეა. ეხლა თუ სამთო კომპანიებსაც ესმით ეს ძალიან კარგად რომ გასაკეთებელია, ალბათ რაღაც ინიციატივა შეიძლება იყოს, მაგრამ ადამიანი მარტო ვერ გადალახავს დაბრძოლებას. როგორ გინდით ხელისუფლება რატომ არ აქცევს ამ საკითხს? არ ვიცი, ეს ხელისუფლებას კითხე, მე არ ვიცი. ალბათ არ ესმის. მე გითხარით, რომ ჩვენ ვართ შუა პერიოდში ამ მწვავე გეოდინამიკური პროცესებისა, რომელთაც ბევრი, საერთოდ ხავა ცოტა შეიცვალა. შეიცვალა არა გლობალური დათბობის გამო, არამედ როდესაც აი ცნობილი ცუნამი რო იყო.